საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სარჩელით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური კონკურენტების გზიდან ჩამოშორებას ცდილობს. TI-ის შეფასებით საკონსტიტუციო სასამართლო ოცნების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში არჩევნებს აზრს დააკარგვინებს და წარმომადგენლობით დემოკრატიას დაასრულებს. ორგანიზაცია მოუწოდებს პლენუმს უარი თქვას ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელის განსახილულად მიღებაზე. განსახილულად მიღების შემთხვევაში უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე. კაცრი მიდგომის გამო ისტორიულად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთრივ პოლიტიკურ პარტიის აკრძალვა გამართლებულად მხოლოდ 3 საქმეში იცნო, რომელთაგან ერთი ეხებოდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას, ერთი თურქეთის რადიკალური ისლამისტური მიმართულების პარტიას და ერთიც ბასკური ტერორისტული ორგანიზაცია ეტას მეთოდების გამამართლებელ პარტიას. ყველა სხვა შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან რეგისტრაციაზე უარი დემოკრატიულ საზოგადოებაში არააუცილებელ ზომად იქნა მიჩნეული. კონსტიტუციური სარჩელი მოკლებული არის მტკიცებულებით საფუძველს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას თან ერთვის, არის ეგრეთ წოდებული პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. კომისიისა, რომელიც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შეიქმნა და რომლის მანდატი შორს სცილდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებს, რის გამოც ამ კომისიის დასკვნას იურიდიული ძალა არ აქვს. ამ კომისიის დასკვნაში განვითარებული მსჯელობა სულ მცირე რევერანსია რუსეთის ფედერაციის მიმართ და მეტიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. ივანიშვილის პარტია ითხოვს აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 გაერთიანებიდან 3. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო ლელო. ხილვისვა და რეგისტრაციიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.